გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მეორე დავით კალანდია. ერთი ძველი ანეკდოტია. კახელი მიხო ანდერს წერს. ჩემს საყვარელ მეუღლე მაროს უტოვებ $10 მილიონ. ჩემს ძმა ნიკოს უტოვებ $5 მილიონ. ჩემს მზეთუნახავ გოგო მაყვალას და ჩემს ნიჭიერბის გოგიას უტოვებ $7 მილიონ. მე შუბზე ხელს შემოიტყავს, ერთს მწარედ შეიგინება და ამოიხნეს. ვიცოდე მაინც ამდენი ფული საიდან უნდა ვიშოვო. დიახ, კახელი კაცი მიხო იმაზე ნერვიულობს თუ დანაპირები ფული სად იშოვოს, მაგრამ მარტვილელი კაცი იაგო ხვიჩია ამაზე არ ნერვიულობს. ყველაფერს პირდება ამომრჩეველს. ოღონდ ამირჩიე და უფრო მეც დაგპირდებითო. ტიპი პოპულისტური ნაბიჯით ცდილობს შეხწევას იქ, სადაც მისი ადგილი სრულიად არაა. მისი ადგილი რომელიმე ყრუბნის ტელევიზიაშია და იქ ფსევდოისტორიული ამბების მოყოლა, რომელიც ვიკიპედიაში ამოიკითხა. მეგობრო, ხშირად მithmos, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს საქართველოს მოსახლეობა სრულიად ბრიყვი გონია. ანუ მას პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ მოსახლეობას რაც არ უნდა ჩასდახო წინასაარჩევნოდ, ის ბრმად დაიჯერებს. მოусმინე იაგოს მოსაზრებებს თბილისში მეტროპოლიტენის ახალი სადგურების მშენებლობის თაობაზე და მწარედ გამეცინა. ასაკურველია, მე სრულიად რიგით მოქალაქეს ძალიან მინდა, რომ ქალაქში მეტროპოლიტენის სადგურები მომრავლდნენ, რომ ყველა უბანში იყოს მეტრო, ჯობია 3, რათა კერძო მანქანების რაოდენობა მოიკლოს, საცობები შეთხელდეს, გამონაბოლქვი შემცირდეს, ჯეჯილი აბიბინდეს, მტკვარში იხტიოზავრი დაბრუნდეს. დიახ, მინდა და ვაი პოლიტიკოსებმაც ეს იციან რა მინდა მე და ამიტომაც წინასაარჩევნო თვალებში ნაცარს გვაყრიან, გვპირდებიან ყველაფერს, რაც მე, თქვენ, ჩვენ და სხვა დანარჩენ უნდათ. მოусმინე იაგოს ლაპარაკს და თუ არ მცოდნო და სინამდვილე ვფიქრებდი, რა იოლია მეთქი მეტროს გაყვანა თბილისის ქალაქში. იაგოს აზრით შეიძლება რომელიმე უცხოური კომპანიის დაქირავება, ის კომპანია ყველაფერს დათვლის, თავის კომერციულ მოგებას გამოითვლის და მიდი მოვდივარ, მეტროც აშენდება. მეგობრებო, მეტროსადგურის 1 კილომეტრის აშენება შეიძლება $80 მილიონ. რამდენი კილომეტრი უნდა აშენდეს, რომ ჩვენ გაგვაბედნიეროს? 20-30 კილომეტრი მაინც, ხომ ასეა? ანუ მიახლოებით $2 მილიარდამდე დაჯდება რამდენიმე სადგურის მშენებლობა. უცხოური კომერციული სტრუქტურა ამას თუ ააშენებს, მე ხომ მოინდომებს დახარჯული ფულის ამოღებას და მოგებაზეც გასვლას. ხომ წარმოგიდგენიათ, ასე თუ მოხდა მგზავრობა რა ეღირება? ტაქსიზე უფრო ძვირი იქნება მეტროთი სარგებლობა. და იაგო ვითომ არ იცის, რომ გვაბოლებს? იცის, რასაკვირველია. მიუხედავად ამისა, ისეთი დამაჯერებლობით ლაპარაკობს, რომ რიგითი მსმენელი, რომელიც საქმის ყველა დეტალში არაა გარკვეული, იტყვის, აი კაცური კაცი მეტროსაც გაგვიყვანს ყველა ქალს ყვავილს აჩუქებს და ბავშვებს კი ნაყინს დაურიგებს. არა მეგობრებო, არ დაურიგებს, არც ყვავილს აჩუქებს ქალებს და მეტროს კი მის დღემში არ გაიყვანს, რადგან იმ ფულის მშოვნელი იაგო ხვიჩია არ არის. დიახ, როგორც ხაზარაძე მანაკლი სპორტისთვის გადამზიდავი ოპერატორი ვერ იშოვა, იაგოც ამხელა ფულის დახარჯვის მსურველს ვერ ნახავს და საერთოდ განა რომელიმე ქვეყანაში კერძო სტრუქტურა მართავს მეტროპოლიტენს? არ ვიცი. მეგობრებო, ასეთ აქციელს ქვია პოპულიზმი. პოპულიზმი დიდი ძალაა, მეგობრებო, და სამწუხაროდ პოპულიზმს თავისი დამჯერებლებიც ყავს. მახსოვს ჩვენი სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად რომ დანიშნეს და ისე სულ მაინტერესებდა 40 მილიონიან უკრაინაში ნუ თუ თავისი კადრი ვერ მონახეს, რომელიც ოდესის ოლქს უხელმძღვანელებდა. საინტერესოა, აი ჩვენთან მაგალითისთვის იმერეთის გუბერნატორად ვინმე უკრაინელი ყოფილი მაღალჩინოსანი იუშენკო ან პოროშენკო ან კუჩმა რომ დაენიშნათ, ამ ამბავს ვითომ გაგებით მოვეკიდებოდით? კარგი, ეს რიტორიკული კითხვა იყო. უბრუნდები სააკაშვილის დანიშვნა. ძალიან გამიკვირდა მეთქი იმხელა უკრაინაში რომ ვერ მოიძებნა საგუბერნატორო კადრი.
ჩემს უკრაინელ ძმაკაცს ვეკითხებოდი, რად გინდათ მეთქი ეს აქედან გაგდებული სოციოპატი და როგორ მეკამათებოდა ერთ უნდა მოგესმენოთ. მეუბნებოდა ძალიან გონიერი და კრეატიული ადამიანია და თქვენ ვერ დააფასეთო. გავიდა რაღაც დრო და იმავე მეგობარმა მითხრა, ასეთი იაფი პოპულისტის მნახველი არ ყოფილვარ არასდროსო. აღარ უთხარი, ხომ გეუბნებოდი მეთქი, დიახ, არ მიყვარს ნიშნის მოგება. მაგრამ ფაქტი სახეზეა, პოპულიზმმა უკრაინაში გაიმარჯვა. სხვათა შორის 2019 წელსაც იქ პოპულიზმმა ისევ გაიმარჯვა, როდესაც მათ პოპულისტი ზელენსკი აირჩიეს. მოკლედ, მეგობრებო, ისევ და ისევ ვიმეორებ. კი, მოусმინოთ, რასაც გვირდებიან, მაგრამ კრიტიკული აზროვნება თან უნდა გვახდეს ყოველთვის. რეალობას თვალი გაუსწოროთ და გვახსოვდეს, რომ დაპირება ყველაფრის შეიძლება. აი მერე კი, როცა საქმეზე მიდგება და საქმე არ გაკეთდება, გვეტყვიან, რავი, გულითა და სულით მინდოდა, მაგრამ არ გამომევიდა. მოკლედ, ისევ ჩემს გენერალურ ხაზს ვაწვევი, იაგო ხვიჩიას არ ვენდობი. არავითარ შემთხვევაში მისი არჩევა არ შეიძლება. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.